ეხლა მინდა ისეთ თემაზე ვისაუბრო და არ შემიძლია რომ არ თქვა და ეს სათქმელია აუცილებლად. და ზუსტად გაგიმარტავ და გეტყვით. მით უმეტეს მე ვხედავ რომ ძალიან ბევრი მანდილოსანი მისმენს და ამას გულთან მიიტანს. ყველას არ ეხება რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა ყველასთვის არ არის ეს იმან მიიღოს ვისაც ეხება. და გამოფხიზდეს გულთან მიიტანოს ჩემი თქმა და დაფიქრდეს იმაზე, რასაც ეხლა ვიტყვი. მე წინა ზაფხულს ვიყავი ჩამოსული საქართველოში და ქუთაისში ვცხოვრობ. იქ გავიზარდე, იქ ვყავ მშობლები და ყველა. და როდესაც გადავადგილდები, ქალაქში დავდივარ, შვილებთან ერთად ვათვალიერებინებ, ვაჩვენებ უხსნი ისტორიას, ყველაფერს. აი მართლა გეუბნებით რა, აი ცუდად არავინმა არ გამიგოს, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა, ქრისტიანი კაცი ვარ და პირველ რიგში უნდა შევაგონო, ვისაც ეხება მანდილოსნებს. აი მართლა გეუბნებით რა, თვალებს ხუჭავდი, რო დავდიოდი ქუჩაში, ხან მაღაზიებთან იყო, ხან ბაზართან იყო, ქალები არიან გახთილები. კერდი გადმოყრილი აქვთ, რო იტყვიან, ესე იგი ყველაფერი უჩანთ, ასე მივდივარ ტროტუარზე, კაცი ხო, მივდივარ და ზია ხალხი, ქალები ზიან ვაჭრობენ და სულ არ ერიდებიან რომ კაცი გავდივარ, სულ აი სირცხვილის გზნობა არ არის რა, ესე იგი უბედურება რა, უბედურება და მე ხო გეუნებით მაქვს იმის უფლება რომ ნებისმიერ ადამიანს შევაგონო. მე იმის ხრივ არ ვამბობ რომ ვინმე განვიკითხო, მაგრამ აი ძალიან შემცხვა რომ ვისაც შევამჩნიე მივიგრძენი რომ სირცხვილის გზნობა დაკარგულია, სირცხვილის გზნობა ხალხო და პირდაპირ ბრძანებს უფალი და ამბობს ბიბლიაში რომ ბოლო ჟამსო, აი დაფიქრდით ქალბატონებო, ვისაც ეხება იმას, ვისაც ამას ვამბობ და თუ ქალბატონად შეიძლება კიდე მოიხსენიო დღესდღევანდელ ცხოვრებაში, მე რაც დავინახე. ზუსტად ისე რომ უფალი ბრძანებს რომ ბოლო ჟამსო, კარგად დაუკვირდით რა ახლა რასაც გეტყვით და დავფიქრდეთ ზუსტად ამ საკითხზე. ძალიან გეხვეწებით, აი მშობლებო, დედებო, დაიკუებო, კარგო ხალხო, აი ესე რომ დაინახავთ ვინმე ქალბატონს რო არის უღირსად ჩაცმული, შეაგონეთ და უთხარით. მე მამაკაცი ვამბობ იმას რომ რაც არ არის მისაღები და რაც არ არის ლამაზი. ნუ იქნება ახლა ნუ გამოდგება ისე ადამიანი და ნუ იტყვის რომ შენ ვინ გეკითხება სხვის საქმეს მიხედეო და შენ საქმეს მიხედეო ვითომ. და მე ქრისტიანი კაცი ვარ და ჩემთვის მიუღებელია რომ ჩემი წაწყალზე აი ესეთ უღირსობას ვხედავდე და მე უნდა ვთქვა და უნდა შევაგონო, რათა ღმერთის წინაშე უნდა ვიყო მე მართალი. თუ შემიძლია მე სიმართლე დავინახო, უფლება მაქვს შევაგონო რომ ის ადამიანი უკან მოვაბრუნოს სწორი გზაზე. და უფალი ბრძანებს რომ ბოლო ჟამსო, კარგად დაუკვირდით რასაც ვიტყვი. ის ხალხი იქნება ჩემი ხალხიო, ვინცო იქნება შემოსილი წესიარათო. აი ესე გამოიცნობთ რომ ისინი ჩემები არიან. აბა ეხლა გავხედოთ ჩვენს გარშემო საქართველოში, აი რაც არის მდგომარეობა, გინდ თბილისში, გინდ ქუთაისში, ბათუმში ხო ლაპარაკი აღარ არის, სადაც დიდი ქალაქია და ზღვისპირეთია, იქ ხო საერთოდ უკვე სუნიადის ყველაფერს და სასწაული მდგომარეობაა. და იტყვიან რომ იქ უცხოელები არიან, ჩამოსულებიო, მაგრამ უცხოელი უფრო მეტი ძდილობენ კულტურულად იქცევა, ვიდრე ჩვენი მაცხოვრებელი. ეს ვისაც ეხება იმან მიიღოს. და ყველა კარგ დედას, ყველა კარგ მანდილოსანს მე აი ესე მოუწოდებ რომ დაინახავთ ქუჩაში რომ ქალბატონი ესე იქნება ჩაცმული, შეაგონით. ეს არის ჩემი თხოვნა, ეს არის ჩემი მუდარა. ჩვენ ღვთისმშობლის შვილები ვართ, დედა ღვთისმშობლის შვილები ვარ და ასე არ გვეკადრება, ამდვილად არ გვეკადრება. მე მამაკაცი ვარ და აი ესე მდგომარეობას რო ვესწრები, თვალებს ხუჭავ როგორც პატარა ბავშვი, უკვე ძალიან აი უხერხულში ვარდები. და თუ მე ვცდილობ რომ მინდა რომ არ შევცდე და სწორგზაზე ვიარო, რატომ აკეთებთ ისე რომ ვინმე შეაცდინოთ? კარგი მე არ შევცდი გავიარე, მაგრამ ძალიან შემცხვა მე პირადად იმისი რომ თვალები დავხუჭე რომ
აი შევხედე გარყვნილება. ეს არის გარყვნილება. კაცი რო გაივლის და საერთოდ აღარ არის იმის გრძნობა, რაღაცა მორიდების გრძნობა. ეს სისპეტაკე, ეს სისუფთავე. აი ამაზე ვიფიქროთ. მარტო ჭამა მთავარი არ არის. ჩვენი სულის სისუფთავეზე თუ არ ვიფიქრეთ, კაცმაც, ქალმაც არაფერი არ იქნება. წაგვლეკავს ყველაფერი, ბოლო ჟამსაც ვერ გაუძლებთ და ხო რა მდგომარეობა ყველა კარგად ხედავთ. თუ ჩვენ სიწმინდეს, ჩვენ სისუფთავეს არ შევხედეთ, თუ დღევანდელი დღის მადლით ჩვენთან არ მოვიდა სული წმინდა, ჩვენი სული არ გავასუფთავეთ, არ გავწმინდეთ და მადლი არ გვექნება, ცუდ დღეში ვართ ხალხო, ცუდ მდგომარეობაში ვართ. არაფრის მომავალი არ გვექნება ჩვენ თუ როგორც კაცი ნორმალური ჩაცმული არ იმოძრავებს, ქალბატონი ნორმალური ჩაცმული არ იქნება, არაფერზე არ იქნება გამოსავალი. მარტო ის არ ნიშნავს ეკლესიაში რომ შორტებით იაროთ და მერე გამოხვალ, შორტებით არ უნდა შეხვიდეთ და მერე გამოხვალ და ყველაფრის უფლებას მიცემ თავს. სული უნდა გაიწმინდოთ. თქვენ უნდა მერე შეიმოსოთ ნორმალურად თქვენ სხეულს როცა აქცევთ უფლის ტაძრად. მერე უნდა შეიმოსოთ, რა თქმა უნდა, ნორმალურად. ეს არ ნიშნავს რომ ძვირადღირებული გქონდეთ შემოსილი. სუფთა გეცვათ, უბრალო გეცვათ, მაგრამ გეტყობოდეთ, რომ ჩვენ ღვთისშვილები ვართ. გამოიღვიძეთ, ძალიან გთხოვთ, გამოიღვიძეთ. 21 საუკუნეა, არავის უკვე აღარ უკვნის, აღარც გახთა და რა ვიცი, არაფერი აღარ უკვნის და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მე ჩემ შვილებს ძალიან უხსნი საქართველოს სიყვარულს, ძალიან ვავედრებ, ყველაფერს ისეც ვეუბნები და აი ასე გამოდის, რომ ისეთ იმას უქმნი მდგომარეობას, რომ აი ესეა შვილებო, აი ესეა და ჩამოვა და რეალობა სხვა ხვდებათ და მე მეტყვიან, მამა, შენ მე რატომ მატყვილებ? ის რასაც ჩვენ გვეუბნები, ის არ ხდება საქართველოსიო. იმიტომ რომ ახალგაზრდა თაობა სხვანაირად აზროვნებს და ძალიან გთხოვთ, აი ამ საკითხსაც მივაქციოთ ყურადღება. მარტო ნუ ფიქრობთ იმაზე, რომ მუცელი როგორ ამოვისოთ, რომ როგორღაც მეც ისე მწვალობ და ვშრომობ, ორ საქმეზე მუშაობ და მაგრამ ეკლესიის დრო მაინც რჩება. და არ ნიშნავს იმას ეკლესიაში თავზე დაიხურო და გამოხვიდე და უღირსად იცხოვრო. მე თქვენ მოგიწოდეთ, იმიტომ რომ მე ღირსეულად ცხოვრობ, ღირსეულად მიმაჩნია ჩემი თავი და ნამდვილად მე თუ აი დავაშავებ, ხო ვიდეოებს წერ, ეს ხო ისტორიას რჩება, აი მაგალითად ეხლა გადავიღე, ჩაწერა გავაკეთე, გავა დრო და მე ვინმე შემამჩნევთ უზნეოთ, ანუ უღირსად მოვიქეცი, ხო? მამხილეთ, მითხარით, აი პირველ რიგში მე თუ დავაშავებ და იმას არ გავაკეთებ, რასაც გეუბნებით, თქვენ მამხილე და დამსაჯეთ თუ საჭირო იქნება. აი ამას გთხოვთ რა, ჩემი თხოვნა არის ეს. აი ელემენტარულად აი ესეთი დავიწყოთ. სილამაზე გქონდეს, სილამაზე, ლამაზად შემოსილი ადამიანი, როდესაც სულია გაწმენდილი, ლამაზად და სუფთად შემოსილია, ამიტომ ამბობს ღმერთი და ბრძანებს, რომ აი ისინი იქნებიან ბოლო ჟამს ჩემი შვილებიო. დამიკვირდით, კარგად, ძალიან გთხოვთ. აი ეს არის მთავარი. შეიძლება ბოლო ჟამს ლოცველი კაცი ბევრი აღარ იყოს, მაგრამ ისე დაეცემა დედამიწა, ისე იქნება გარყვნილება, რომ უფლისთვის ეს შეიძლება იყოს მთავარი იყოს, რომ ის უბრალოდ შემოსილი და სუფთად ადამიანი, როცა იქნება როგორც ნორმალური ადამიანი, ის ჩაუთვალოს ღმერთმა ძალიან დიდად. აი ეს არის მთავარი და ზუსტად ასეა ნათქვამი, რომ წინა დროში და უკან საუკუნეებში რო იყო და სიცოცხლეს აძლევდა ხალხი და ეწირებოდა და ჯვარს აცვენდნენ და შეწირენ ღმერთს სიცოცხლე, ხო? ბოლო ჟამს სხვანაირად ჩვენ გვევალება. ესე იგი მარტო შეიძლება ჩვენი ლოცვაც იყოს, ესე იგი იმ გენზე მეტი საუკეთესო და რო ამბობს უფალი, რომ ბოლოებიო პირველები იქნებიან და პირველები ესე იგი ბოლო, აი რაღაც ესეთი არის გამოთქმა და შორს ვარ გამიგძელდეს რა. აი ელემენტარულად შეიძლება ყველამ ვერ ილოცოს, მაგრამ ხო შეგვიძლია რომ
დედა ღვთისა ჩვენია, ჩვენ დედათ მოვიხსენიებ და ვამბობთ, რომ ღვთისმშობლის შვილები ვარ და ძალიან გთხოვთ, ქალბატონებო, ძმებო, ყველამ ნორმალურად შევიმოსოთ. ქრისტიანები ვიყოთ, პირჯვარს ვიწერთ ხელით, ჩვენ მარჯვენა ხელით პირჯვარს ვიწერ და გამოვდივართ მერე და საშინელებას შავდივართ. აი ეს ღმერთს ყველაზე მეტად ზძულს. აი ეს ზძულს. ეკლესიაში თუ წმინდა დადგები და მერე გამოხვალ და საშინელებებს ჩადიხარ, ან გახთილი ხარ და ან ისე ხარ და ან ასე ხარ. სირცხვილია. ან ინტერნეტში რო გამოდიხარ და გახთილები ხართ, ქალი, კაცი და ისე მოუწოდეთ ერთ სირცხვილია, წამოწოლილი რო ხართ და ისე ლაპარაკობთ, ეს არის სირცხვილი. ეს უზნეობა არ შეიძლება. ვისაც ეხება იმან მიიღოს და დაფიქრდეს იმაზე. და თუ მეტყვით რომ რატო მიკითხავო და რატო გვასწავლი ჭკუასო, მე უფლება მაქვს. იყიდევ ადასტურებ იმას რომ 4 ჯვარით დაგანახეთ და უფლება მაქვს ნებისმიერ ადამიანს მოგიწოდოთ. და მე იმას არ ვამბობ და არ გულისხმობ რომ მე თქვენზე მაღალი ვარ, ან თქვენზე აღმატებული. მე თქვენთან ერთად ვარ, თქვენი ერთგული ვარ, თქვენნაირი ვარ, ზუსტად თანატოლები ვართ. და მივხედოთ ერთმანეთს, ნორმალურად შევიმოსოთ, ნორმალურად დავდგეთ, ნორმალურად მივიდეთ, ნორმალური სიტყვა უთრათ ერთმანეთს და ასე და გავაგზელოთ და ნახავთ რომ შედეგს მიიღებთ. რო ჩამოვალ საქართველოში და ლამაზად შემოსილი გოგობიჭი იქნება, ქალბატონი იქნება, ხო უფრო მეტად სიხარული იქნება, ხო უფრო მეტად ბედნიერება იქნება და ნახავთ რომ მე ღმერთი როგორ მოგმადლავს ჩვენ ბედნიერებას. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ.